ყოველი შემთხვევისათვის შეგახსენებთ ხოლმე მაინც რომ ტელეფონები გავუხსნით, ხო? იმიტომ რომ მაინც ახლა ნიშანი არ აქვს გამოკლული და ადამიანები ვარ შეიძლება დაგვაუცნეს, მაგრამ აი რომ შეგახსენებთ და მე მაინც რო არ გავთიშავთ. მე უკვე მწყის ხოლმე რო იცოდეთ რა და ასე რომ გაითვალისწინეთ რა. მე ადრეს გითხარი და გაგაფრთხილე და გთხოვით კიდევაზე. ისიც გითხარით რომ არ მეწყინება თუ ვიღაცა რომელიმე რაღაცა ისე აუცილებელ ზარს ელოდებით, ნუ შემოყვალ ძალიან გთხოვთ რა, მე არ მეწყინება. სხვა დროს მოდით, იმიტომ რომ ძალიან რევს მე სიტუაციას, ეს ტელეფონის ზარი, მე თუნდაც ის ჩუმი ლაპარაკი, ჩუმად რო რაღაცებს ეუბნებით ერთმანეთს, არასწორია რა. ან გათიშეთ, ან ვიბრაციას დააყენეთ ისე რომ თან არ აიღო ტელეფონი, ხო? თქვენ კარგად იცით რომ ჩვენ დავიწყეთ სახარების გამარტება, იმიტომ რომ ეს არის უნიშნულოვანესი რამ, რაც კი შეიძლება იყოს ქრისტიანის ცხოვრებაში. სახარება ეს არის ცოცხალი სიტყვა, სახარება ეს არის უფლის სიტყვა, სახარება ეს არის წერილი, რომელიც არასოდეს არ ძველდება, რომელიც ყველა დროს, ყველა ეპოქას თანაბრად ერგება, თანაბრად ჭირდება, თანაბრად აქტუალურია ყველა დროის განმავლობაში, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის ერთი და იგივეა. ღმერთს სხვა ადამიანი არ შეუქმნია. ჩვენ აი რატო ქვია ადამიანები ყველას მილიარდობით ადამიანს უარსებია და დღემდე არსებობს და კიდე იარსებობს ვიდრე მეორე მოსვლამდე, ხო? ადამიანები ქვია, იმიტომ რომ ყველა ერთი ადამიანიდან მოვიდა. ღმერთს სხვა ადამი აღარ შეუქმნია. ერთი ადამიანის შექმნა, მისგან გამოაცალკევა მე დედაკაციება და აი ამ ორი ადამიანისაგან, საბოლოო ჯამში ერთი ადამიანისაგან გამრავლდა მთელი კაცობრიობა. შესაბამისად, ყველა ადამიანი ერთნაირია. თან განსხვავებულია. იმიტომ რომ ღმერთი თავის შემოქმედებას არ იმეორებს, ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს და ორი ერთნაირი ბალახიც კი არ არსებობს მინდორში. იმიტომ რომ ღმერთის შემოქმედება სულ განსხვავებულია და სულ სხვადასხვაგვარია. შესაბამისად, ეხლა ადამიანი, რომელიც ყველაზე usულყოფილესი ქმნილება აქვს ისა, ყველა კვეთრად ინდივიდუალურია, მაგრამ ამავდროულად ყველა ადამიანია, ყველას ერთნაირად აქვს მიცემული ღვთისაგან გონიერება, არჩევანის უნარი, სიყვარულის უნარი, ყველა ის თვისება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გააჩნია, ფიზიოლოგიურად ყველას ორი თვალი, ორი ხელი, ორი ფეხი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხა მე ანომალიებს არ გულისხმობ. და აქედან გამომდინარე, გზა ხსნისა თითოეული ადამიანისათვის ერთი და იგივეა. ზნეობრივი კოდექსი თითოეული ადამიანისათვის ყველა ეპოქაში, ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასო, ყოველთვის ერთი და იგივე იყო, ერთი და იგივე არის და ერთი და იგივე იქნება ყოველთვის. დღეს მაინც და მაინც არ ცხელა და ეხლა რა ვიცი, თუ არ შეცინდა. თუ დაგცხა იმ შემთხვევაში ჩავწუხ მე, რა ვიცი. უბრალოდ ფანჯრებს ხურავთ ხოლმე იმის გამო, რომ ხმაური არ შემოვიდეს, ისე ძალიან ხმაურიანი ადგილია ისედაც. აქედან გამომდინარე, სახარება არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი დედამიწის ზურგზე, რაც კი დაწერილა, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი ადამიანებისათვის. ტყუილ არ ქვია, ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, ნამდვილად რომ სიცოცხლის წიგნია, იმიტომ რომ მასში არის თითოეული სიტყვა, მასში დაწერილი არის ჩვენი სიცოცხლისათვის ყოველდღე აუცილებელი. ღვთისაგან არის ნათქვამი ეს ყველაფერი, სული წმინდის მადლით არის გაჟართილი თითოეული სიტყვა, თითოეული ასო, რომელიც სახარებაში წერია და აქედან გამომდინარე, ხა ღმერთი რისთვის მოვიდა ქვეყანაზე, ჩვენ საცხოვნებლად, ჩვენს გადასარჩენად, ხო და აი ამ გადარჩენის მთელი ისტორია მოთხრობილი არის სახარებაში. შესაბამისად, თითოეული სიტყვა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომელიც იქ წერია, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჰაერი, როგორც საკვები, აი ადამიანმა ჰაერი თუ არ ისუნთქა, ხო დაიხჩობა, არა გაიბუდება. აი ესე არის სულისათვის სახარებისეული თითოეული სიტყვა, ამიტომაც არის მე ბევრჯერ თქვი და ეხაც გავიმეორებ მაინც შესავალი სახით რომ სიცხვილეა ჩემო ძვირფასებო, არ შეიძლება რომ ქრისტიანმა სახარება არ იცოდეს, დაუშვებელია. არ შეიძლება. იმიტომ რომ რისთვის დადიხარ მაშინ ეკლესიაში, რას ემსახურება შენი სიარული ეკლესიაში? მე არ მესმის და ეხლა თუ იმეს გესმით, ამიხსენით, იქნებ მეც გავიგო. თუ შენთვის ჯვარცმული ღმერთის ისტორია არ იცი, რა ქნა მან, როგორ იცხოვრა, როგორ გაატარა ის 33 წელი, რაც ამ ქვეყანაზე იყო, ხო? რა იქადაგა, რა სასწაულები მოახდინა, მიყავდა მოციქულები. რა ბედი ეწია მას უმადური ადამიანებისაგან. და რამ ხელმსხვერპლი გაიღო მან ჩვენთვის. ეს თუ არ იცი, დამიჯერეთ, ხაი ძალიან ბევრი მოსულა. მე ადრეც მიხსენებდი, ხელ ქადაგებაში ვთქვი, რომ
ერთხელ ერთი ჩემი სულიერი შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, საკმაოდ ჭკვიანი და საკმაოდ ნაკითხი იყო მოსული ჩემთან და მითხრა, რომ აი მამაო, ღმერთიო, გზნობო, რომ ისე ვერ მიყვარს, როგორც მინდა რომ მიყვარდესო და რა შეასაქმეო და რა უშველო ამ საქმესო. ხო და იცნობ მეთქი ღმერთს ხო კითხე რა. სახარება წაკითხული გაქვს და არა. თუ შედავოცულო, თუ არ იცი, ვინ უნდა გიყვარდეს, როგორ უნდა გიყვარდეს. თუ არ იცი შენთვის რა გააკეთა, როგორ შეიყვარე. სიყვარულს აღძრავს მადლიერების გზნობა ადამიანში. აი რო გაეცნობი ღმერთის ცხოვრებას, ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, რომ გაიაზრებ იმას, აი ამას ემსახურება, ამიტომ აი მე ხშირად გაგიმეორებთ ხოლმე ამას შესავალში, იმიტომ რომ იცოდეთ რომ ეხლა ეს ლექციაზე პირობითად დავარქვი ჩვენ თორე ეს არის ჩვეულებრივი ქადაგებები და მე ვცდილობ რომ თითოეული თქვენთაგანის გულამდე მივიტანო ის ღვთის სიტყვა. თუ ეს არ იცი, როგორ შეიძლება რომ მადლიერება გაგიშდეს ღვთისადმი და მე მithქვამსა კიდე გაგიმეორებთ რომ თუ პირადად შენი ინდივიდუალური ურთიერთობა არ დაამყარე უფალთან, თუ არ გაიაზრე რომ კაცობრიობისათვის კი არა, პირადად შენთვის ეცვა ღმერთი ჯვარს. ღმერთი ვიღაცა ადამიანმა კი არ გაწირა შენთვის თავი, უბრალო ადამიანმა. უბრალო ადამიანი რო გაწირავ შენთვის თავს, მთელი ცხოვრება მადლიერი ხარ, ისე და მთელი ცხოვრება ცდილობ რომ რაღაცით როგორმე გადაიხადო რა, სამაგიერო რომ იცი რომ ადამიანმა სიცოცხლის საფრთხეში ჩაიგდო შენი გულისათვის. ეს ადამიანმა კი არ გააკეთა, ხალხო, ღმერთმა გააკეთა, შემოქმედმა, რომელსაც არაფერი არ ემართა ჩვენ. სიყვარულის გამო გააკეთა ეს ყველაფერი. და როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაიაზრო ეს ყველაფერი, წაიკითხო, მიხვდე ღმერთმა შენი გულისათვის, ქმნილების გულისათვის, რამხელა მსხვერპლი გაიგო. ჩვენ ხანდახან ჩვენი შვილების გამო გვიჭირს თავგანწირვა. შვილის, რომელიც თითქოს და ყველაზე მეტად გვიყვარს და ქვეყანას გვირჩევნია და ზედამთვარე ამოსდის, ჩვენი სისხლი და ხორცი როა. და შემოქმედმა ქმნილების გულისათვის გაწირა თავი. და ჩვენი გულისათვის დაიმდაბლა უკიდურესად თავი, მოკვდა უკიდურესად დამამცირებელი სიკვდილი და აღდგა და აღადგინა სრულად მთელი ადამიანური ბუნება, ხორცითაც და სულითაც, ასე რომ აი ამას რომ მიხვდები და გაიაზრებ, რომ შენი გულისათვის ღმერთი მოკვდა. როგორ შეიძლება რომ მე მაშინ თუ ამის მერეც არ გაგისდა შენ მადლიერების გზნობა და თუ ამის მერეც არ გაგიჩნდა სურვილი რომ რაღაცა შენს გააკეთო შენი სულის გადასარჩენად და საწყობლად, აბა აღარ ყოფილა საშუალო და ცუდად ყოფილა შენი საქმე ძალიან ძიმე მდგომარეობაში ყოფილხარ მაშინ რა. მაგრამ დამიჯერე თუ აუცილებლად გაგიჩნდება მადლიერების გზნობა. და მე უკვე არანაირ 8 წელს არ მოერიდები, აღარც დილით ადგომა არ დაგეზარება, აღარც 2 საათით გომა არ დაგეზარება წირვალოცვაზე, აღარც მარხვა არ დაგეზარება და მოგბეზდება და შეკითხვა აღარ გაგიჩნდება რომ რატომ უნდა შევიკავო მწვადისაგან თავი, ხინკლისაგან, თქვა რაღაცა გემრიელი საჭმელისაგან, იმიტომ რომ იცი რომ ღმერთმა შენი გულისათვის მწვადისაგან თავი შეიკავა კი არა. ფურთხება და პანღურები დაითმინა ადამიანებისაგან, შოლტები, შეურაცხყოფა, დამცირება და უკანასკნელი სიკვდილი ჯვარზე. და შენ ვინახარ რომ არ მოითმინო რაღაცა ისევ შენივე გულისათვის. მე აღარ გაგიჩნდება ეს შეკითხვები და მიხვდები და იქნებით მე უკვე გააზრებული ქრისტიანები ხალხი. აი ამას ემსახურება ეს სახარების განმარტებები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რომ აი ცოცხლად შემოვიდეს თქვენში. ეხლა შეიძლება ვთქვათ, მამაშალოს კურთხევა მოეცა თქვენთვის, რომ აი წაიკითხეთ ყველამ სახარებაო რა. ეს გასაგებია, ეხლა ეს ისედაც იცოდეთ, რომ ყველას გაკურთხევა, ყველამ უნდა იკითხოთ, მაგრამ სხვა არის, როცა ესე შენ კითხულობ და სხვა არის, როცა სასულიერო პირი გაანგიმარტავს ამ ყველაფერს და ცდილობს, რომ შენ გულამდე მოიტანოს და აგიხსნას ყველაფერი აი ეს სტრიქონებს შორის რაც წერია, აი ეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც არსებითია. თორე ერთი რამე იცოდეთ, რომ ნებისმიერი ქრისტიანული მიმდინარეობა, ნებისმიერი სექტა სახარებით ხელმძღვანელობს. ერთი და იგივე სახარებით, მაგრამ ყველას გაუგუმართებულად ესმის. ნებისმიერი ერესი სახარებიდან აღმოცენდა. მაგრამ აი როდესაც ადამიანი ამპარტავანია და თვითონ იმ ამპარტავნული გონებით კითხულობს და როგორც თვითონ წარმოიდგენს და გაიგებს, მე იმას უკვე ტირაჟირებას უკეთებს და აუცილებლებს, რომ თითქოს აი ეს არის ჭეშმარიტება და მოუმზადებელ სულებს აცნობს და ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ სწორი განმარტებები სახარებისა, აი იმ ღვთისმსულიერ მამებზე დაყრდნობით, რომელთაც ღმერთმა ინება და გამოუცხადა აი არსი თავისი ამ ქვეყნიური ცხოვრებისა.
კარგით, გავაგზავნოთ, მაშინ ჩვენ მივედით მესამე თავზე, წინა სამშაბათი გაცდა საპატიო მიზეზის გამო და დღეს გავაგზავნოთ ახლა ჩვენი საუბარი. ჩვენ მივედით იქ, როდესაც ნაზარეთში მივიდა იოსები საღვთო ოჯახთან ერთად, ყოვლადწმენდა ღვთისმშობელთან და ყრმა იესოსთან ერთად და იმისათვის მივიდაო, გითხრა მახარებელმა, რომ წერილი აღესრულოს, რომ ნაზარეველი უნდა ეწოდოს და ჩვენ ვთქვით, რომ ნაზარეველი წმინდას ნიშნავს, განწმენდილს ნიშნავს და ნახოთ ახლა რა ხდება შემდეგ. მათეს სახარებაში გამოტოვილია, მათე ტოვებს ახდება ძალიან დიდ პერიოდს იესო ქრისტეს სამხატვრო ცხოვრებისა და მე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ მათე, უბრალოდ ლუკასზე არის მხოლოდ და მხოლოდ ნახსენები ერთგან გაკვირით, როდესაც 12 წლის იყო ყრმა იესო, მხოლოდ ლუკა იხსენიებს ამ ეპიზოდს, სხვა ჩვენ არანაირი ცნობა არ გვხვდება ქრისტეს ყრმობიდან, ანუ ფაქტიურად დაბადებიდან ნათლობამდე, ნათლისღებამდე 30 წლამდე, აი ეს პერიოდი და ამიტომაც იყო რომ მე შემაყვან ძალიან ისარგებლა ამითი და სხვადასხვა ვითომდაც ავტორიტეტულმა ისეთ სულ ავტორებმა მოკლედ გაავრცელეს თავიანთი ვერსიები რომ სად იყო ამ დროს ქრისტე და სად ცხოვრობდა და ეს ძალიან აქტიურად ცდილობენ რომ დაამტკიცონ რომ რაღაცა ტიბეტში იყო წასული და იქ რაღაცა დაეუფლა რაღაც ხელოვნებას და ისწავლა იქ სიბრძნე და მე თურმე ცოლი მოიყვანა და მოკლედ რაღაც საშინელებები რა ენით უთქმელი რა მაგრამ ეს ჩვენ არ უნდა გავიკვირდეს იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ყოველთვის ემტერება ბოროტი ეშმაკი და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მყარები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება და როგორ ხდება და მოდი ვნახოთ ანუ სახარება ამახვილებს ყურადღებას ქრისტეს სამქვეყნიური ცხოვრების იმ მომენტებზე რომელიც ჩვენი გამოხსნისათვის არის ყოველად აუცილებელი და ჩვენი გამოხსნა იწყება სწორედ იმ დღიდან როდესაც ქრისტემ ნათელი იყო და შეუდგა ქადაგებას ჯერ თვითონ მოდი ამასაც დააკვირდით ხო გამხელა სიმდაბლეა ღვთისა ჩვენ როგორი ყეყეჩები ვარ და ამ პარტავანები ორ წიგს ავიკითხავ და ეხლა ვცდილობ რომ ყველას რაღაცა ჭკუა ვასწავლო და რაღაცები დავარიგოთ ხო და იესო ღმერთი იყო ხალხო ღმერთი იყო წარმოიდგინეთ რა და 30 წლამდე დედის და მამობილის მორჩილებაში იყო მერეც იყო მინდა გითხრათ რა როგორც მშობლისა მაგრამ უბრალოდ მერე უკვე მას თავისი მისია ჰქონდა აღსასრულებელი და იმას აკეთებდა 30 წლამდე ეს იმ დროს როცა დღეს 14 და 15 და 17 წლის ბავშვებს უჭერთ მშობლის მორჩილება და ვერ ხვდებიან რატომ უნდა დაემორჩილონ მშობელს ვერ ხვდებიან რატომ უნდა სიმპათიური მშობელს და მოდი რა მაგალითი ავიღოთ უფლისადან თქვენ აბა მოდი ერთი წუთი წარმოიდგინეთ უფალი რომელიც თავის ბურგალ მამას ეხმარებოდა ეს ყველაფერი უნდა წარმოვიდგინოთ უნდა გავაცოცხლოთ სახარებისეული სიუჟეტები სხვანაირად არ შეიძლება ეს დრად რომ მივუდგეთ რა ამ ყველაფერს რა უფალი ხო ცოცხალი იყო უფალი ხო იზრდებოდა ვითარდებოდა უკვე გაზრდილი იყო 30 წლის ასაკი არ არის პატარა ასაკი და ეხმარებოდა წარმოვიდგინეთ უფალი რომ ხელში ხერხი უჭირავს და ხერხავს რაღაცას ან შალაშინით რომ ასალაშინებს აჭებებს ჩაოლებრივად ოფლი მოძდიოდა იღლებოდა ჯდებოდა ისვენებდა წყალსვავდა ეს იმ დროს კიდევ ერთხელ გეუბნებით როდესაც იცოდა რომ ღმერთი იყო და რამხელა მისია ჰქონდა მას აღსასრულებელი ხედავთ როდესაც უფალი ამბობს რომ შვიდ ვარდან დაბალ გულითავ რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს მთელი მისი ცხოვრება აი ამ სიმდაბლეს ემეტყველებს და აქედან გამომდინარე მოდი ხა ჩვენს როგორც სახარებაში სარკეში აი როგორც სარკეში ისე ჩავიხედოთ სახარებაში და მე ჩვენ სულ შევხედოთ რა მდგომარეობაში ვარ ჩვენ როგორი ყეყეჩები ვარ და ამ პარტავნები ვარ და რატო რის გამო თუ კი რამე გაგვაჩნია ყველაფერი ღვთისაა კეთილი ფიქრიც კი ღვთისაა ჩვენში და რითი ვამაყობ ჩვენი არის ცოდვა და არასწორი არჩევანი ცოდვით ვამაყობ უფალი გეუბნიო შვიდ ვარდან დაბალ გულითავ და მომბაძეო მე და მთელი თავისი ცხოვრები დაადასტურა ეს თავისი სიმშვიდე და სიმდაბლე და ნუ თუ შეიძლება და რისი იმედი უნდა გქონდეს ჩვენ ხალხო რისი იმედი უნდა გქონდეს როდესაც აი ეს სიმშვიდე და ეს სიმდაბლე არა თუ არა გვაქვს არამედ არც კი ვაღიარებ და სურვილიც არა გვაქვს ვიყოთ იმიტომ რომ რაღაცა თურმე დავიჩაგრები ცხოვრებაში რა ამის გამო რა დაიჩაგრე არ გიჩვენია ქრისტე არ დაჩაგრეს
ღმერთი დაჩაგრეს. და ისე დაჩაგრეს, რომ აბა დაჩაგრა ეგეთი უნდა. 11 ადამიანი რო არ დაჩაგრულა დედამიწის ზურგზე, ისე დაიჩაგრა ღმერთი განკაცებული. და დაჩაგრონ რა მოხდა? და სულიერად გადარჩი და ცხონდი. ჯერ ერთი ღმერთი გაგიფრთხილდება და ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს დაჩაგვრას. ეს თავის თავზე იტვირთ ამან ეს ყველაფერი, თორე ჩვენ გვიფრთხილდება თითოეულ ჩვენთანაც. უბრალოდ ჩვენ სწორი ღირებულები უნდა გქონდეს და სწორი ორიენტირება. მოდი ნახოთ აბა როგორ ხდება ქრისტეს ნათლისღება. მათ დღეთა შინა მოვიდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ურიასთანისასა და იტყოდა შეინანეთ რამეთ მოახლოებულ ვარ სასუფეველი ცათა. ხედავთ უცებ გამხელა ნახტომი აქვს ნახარებელს გაკეთებული. გადავედით იოანე ნათლისმცემელს. იოანე ნათლისმცემელი მე მინდა შეგახსენოთ, ვისაც არ გახსოვთ, რომ უფლის იესო ქრისტეს ძალიან ახლო ნათესავი იყო, ბიძაშვილ მამიდაშვილებად ეკუთვნოდა ერთმანეთს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ელისაბედი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში დიდი განსხვავება იყო მათ შორის. და ისიც იცით, რომ გვიან ასაკში უსვლად იყო ელისაბედმა ღვთისგანგებით და 6 თვით ადრე, სანამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება მოხდებოდა. ანუ სანამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იღებდა მუცლა და ჩაისახებოდა მასში ღვთაებრივად სასწაულებრივად მაცხოვარი, 6 თვით ადრე ზუსტად ჩაისახა იოანე ნათლისმცემელი და თქვენ გახსოვთ ალბათ ის მომენტი, როდესაც ამასაც ლუკა მოგვითხრობს, როდესაც მიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, აგზავნის გაბრიელი მასთან ელისაბედთან და 6 თვის ჩვილი უკვე იწინასწარმეტყველებს მუცელში და კრთებოდაო ყრმა იგიო მუცელსა ჩემსა ეუბნეო ელისაბედი სულიწმინდი თავსილი ღვთისმშობელს და ვინაი ჩემდა ესე რაითა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდაო განა რისი ღირსი ვარო მეო ელისაბედი ამბობს რომ ჩემი ღმერთის დედა მოვიდაო ჩემთანო როგორც თავის ნათესავს და თავის მცირეწლოვან ნათესავს ისე კი არ მოიკითხავს მეელციე ყურადღება სულიწმინდის აფსიდი როგორც ღმერთის დედას ისე მოიკითხავს უკვე აი იოანე ნათლისმცემელმა უკარნახა მუცლიდა იმიტომ რომ ეუბნება თვითონ რომ მოხვედიო შენი მოსვლის ხმარო გაიგო კრთებო და ყრმაი ესე მუცელსა ჩემსა სიხარულითო ხედავ 6 თვის მუცლად მყოფი ემბრიონის სიხარულზე ლაპარაკობს ელისაბედი და ეს რატომ შეგახსენეთ რა რომ ნათესავები იყვნენ მაცხოვარი და იოანე ნათლისმცემელი 6 თვე იყო მათ შორის განსხვავება მეტი არაფერი 6 თვით იყო უფროსი იოანე ნათლისმცემელი და რას ქადაგებდაო? მოვიდაო ქადაგებად ხურიასთანში და ქადაგებდაო და იტყოდა შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასופველი ცათა. აი ის ქვაკუთხედი რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ცხონება. რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და ეხლაც მინდა რომ გავამოხილო ყურადღება. აი მიაქციეთ ყურადღება. იოანე ნათლისმცემელი მოდის და ქადაგებს. რატომ მოდის? მოდი დავსვათ შეკითხვა. ხო შეიძლება და აი რისთვის იყო აუცილებელი თქვა წინამორბედის არსებობა. არ შეიძლება რომ პირდაპირ უფალი მოსულიყო ეკადაგა. რატომ მოდის ჯერ იოანე ნათლისმცემელი? სწორედ იმიტომ მოდის, შემო ძვირფასებო რომ უფალმა რო იცოდა რომ ერი უკვე ძალიან გაუკუღმართებული იყო. ძალიან ქონდა თავში ავარდნილი თავიანთი მედიდურობა, ამპარტავნება, თითქოს და ღვთისგან გამორჩეულობა ერისა, ხო? უпроსორად ისინი მართლაც იყვნენ გამორჩეულნი, მაგრამ ეს გამორჩეულობა მათ უკვე არასწორად გაიცნობიერეს და გაუკუღმართდა აი მათი ხორციელი აი როგორ გითხრათ ძალიან რომ ხორციელი გახდა მათი ცხოვრება და სულიერი რომ გამოეცალა და დაკარგეს საერთოდ ხო მხსნელსაც რომელიც უფალმა აღუთქვა არა როგორც სულიერი ტყვეობისაგან ანუ ცოდვებისაგან გამოხსნელს და მარადიული სიცოცხლის დამბრუნებელს ესეც კი არ ელოდებოდნენ ფიზიკური ტყვეობისაგან განმათავისუფლებელს რომელიც მოვიდოდა გაანთავისუფლებდა ებრაელ ერს რომაელთა ბატონობისაგან და მთელ სოფლიოში დაამყარებდა ებრაელთა ბატონობას და როიცოდა უფალმა როგორ გაუკუღმართდა ხალხის გონება ცოდვის გამო როგორ გაუხეშდა და როგორ გამოეცალა ეს სული სწორედ ამიტომაც ინება ღმერთმა რომ ჯერ იოანე ნათლისმცემელი მოსულიყო ისევ ჩვენთვის ისევ ჩვენი სიყვარულის გამო რომ ჩვენ ნაკლებად დავჟილიყავით რომ გზა გაემზადებინა ადამიანთა გულებში უფლისათვის მოსასვლელი და როგორ ამზადებს? უყურეთ რას ქადაგებს.
შეინანეთ, სინანულს ქადაგებს. ეს სინანული იყო უცხო იყო იმ დროინდელი ებრაელი ერისათვის. იმიტომ რომ მათ დაკარგული ჰქონდათ განცდა საკუთარი ცოდვის. შეინანეთ, რადგანაც სასუფეველია მოახლოებულიო. ხედავთ, მიაქციეთ ყურადღება, ანუ პირდაპირ იმას უქადაგებს, რაც ამათ საერთოდ აღარ ახსოვდათ, აღარ სინანული, აღარ სასუფეველი. ახსოვდათ მარტო ის, რომ დაჩაგრულები იყვნენ რომაელთა უღლის ქვეშ და უნდათ განთავისუფლება და ბატონობა და ფათვისემელი მოდის და სულ სხვა რაღაცას ქადაგებს, ცდილობს რომ სულიერი გეზისკენ შეატრიალოს ეს ხალხი. შეინანეთ ხალხო, გამოფხიზლდითო. სასუფეველია მოახლოებულიო. არათუ აქაური რაღაცა მიწიერი დროებითი მეფობა და ბატონობა ჩვენი ერის არამედ მარადიული სასუფეველი გელოდებათო. მოახლოვდაო და შეინანეთ. რამე თუ ესე არის, რომელი გითქმულ არის, ესაია წინასწარმეტყველისა მიერ და იტყვის. ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა ზედა. გამზადენით გზანი უფლისანი და წფელ ყვენით ალაგნი მისმა. მე თქვენ გითხარით, რომ ახალი აღთქმა ეს არის დადასტურება ძველი აღთქმისა. და ხშირად მიმართავს მეთქი და ხშირად ნახავ ჩვენ მახარებლებისაგან აი ესეთ პასაჟებს, როდესაც იმოწმებენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობდა თქო წინასწარმეტყველის და რაღაცას და გვეუბნება მახარებელი ვაი, სწორედ ამაზე წინასწარმეტყველება და დღეს ახდა სწორედ ეს წინასწარმეტყველება. ახალი აღთქმა არის ახდენა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების. ანუ პირიქით რო თქვა, ძველი აღთქმა არის წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის შესახებ. რატომ? ამიტომაც დავიწყე ჩვენ ახალი აღთქმით, იმიტომ რომ მაცხოვნებელი მადლი ახალ აღთქმაშია დავანებული. ქრისტეს ღმერთის სამების მეორე იპოსტასის განკაცებაშია და მის ჯვარცმაში, სიკვდილში და აღდგომაში. ისაია წინასწარმეტყველის მაგალითი მოყავს ამ შემთხვევაში, მისი წინასწარმეტყველება მათე მახარებელს და შეგვახსენებს, რომელიც ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველებდა იოანე ნათლისმცემელზე და მას ხმას უწოდებს მღაღადებელისას უდაბნოსა ზედა. რატო უდაბნოზე? უდაბნოში ქადაგებდა? უდაბნოს სულიერი გაგებით ეწოდება ხალხი. იმიტომ რომ სულიერად გაუდაბნოებული იყო უკვე. პირდაპირ გაგებითაც იორდანის უდაბნოში იყო, მაგრამ სულიერად იყო უკვე გაუდაბნოებული ის ხალხი. გაუდაბურებული, ანუ იყვნენ ხალხი, მაგრამ აგინ ყოფილა გინდა რა. როგორც დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს უმრავლესობა რა, ეხა კი არიან, ეხა 7 მილიარდი, მაგრამ აქედან რა ვიცი რა. შეიძლება 7000 კაცი ვემოძებნო, ვისაც გული აქვს გაღებული უფლისათვის რა. და გაუდაბურებული არიან ზუსტად, აი ესე სულიერად, საშინლად. და იტყვისო, გამზადენით გზანი უფლისანი და წფელ ყვენით ალაგნი მისნიო. აიცით როგორი რაღაცაა? ესეთია საერთოდ საეკლესიო სწავლება, რომ ღმერთი ადამიანის გულში იმდენად შემოდის, რამდენადაც ადამიანის გულის კარიერს გაღებული. აი ხა ჩვენ რომ აი დარაბები გქონდეს და ეს დარაბები დახურული იყოს, ხო? სინათლე არ იქნება საერთოდ ოთახში. აი რამდენზეც გავხსნით, იმდენი სინათლე შემოვა, იმ დოზით შემოვა სინათლე ჩვენთან ოთახში. რაც უფრო დიდზე გავხსნით, მით უფრო მეტად განათდება ოთახი. აი ეს ავტომატურად მომენტალურად ხდება რა, ანუ ფანჯრის გაღების შესაბამისად მომენტალურად ივსება სინათლით ოთახი. ესე არის ადამიანიც. აი რამდენადაც ხსნის გულს, იმდენად ივსება მისი გული უფლის მადლით რა. აი ესეთი შედარება შეიძლება მოგიყვანოთ რა, რომ წარმოიგინოთ წყლის სავსე ჭიქა, აი მაგალითად ეს ჭიქა, ხო? ახლა ეს ჭიქა იყო სავსე, ხო? ხო ახლა რაღაცა აკლია. ნახევარი. ხო ახლა მე რომ მოვსვა ეს მომენტალურად, ანუ დრო არ ჭირდება საერთოდ. მომენტალურად ის ადგილი, რომელიც მე დავლი, მომენტალურად შეივსება ჰაერით. აი ესე არის უფლის მადლიც ხალხო, აი ღვთის მადლი ესე მომენტალურად ავსებს იმ სიცარიელეს. სიცარიელეს ამ შემთხვევაში კარგი გაგებით. როდესაც ადამიანი ცოდვებისაგან ცარიელდება. აი რაც უფრო მოაკლდება ადამიანს ცოდვა, რაც უფრო მეტად გახსნის გულს ღვთის მისაღებად, მით უფრო მეტად ივსება ის უფლის მადლით რა. ასე რომ აი ეს მინდა იცოდეთ და გაიაზროთ რა და ასე რომ აი გამზადება აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანისათვის რომ გაუმზადოთ ღმერთს ადგილი ჩვენს გულში შემოსასვლელად. ეს არის აი არსებითი სასიცოცხლო მნიშვნელობა. კიდე გეუბნებათ ღმერთი თითოეული თქვენგანის გულის კართან დგას, ამას ამბობს კიდევაც თვითონ
თქვენი გულის კარებთან დგავარ და ვაკაკუნებო, ერთი არ არის მოძალადი, აკაკუნებს, გთავაზობს, რომ იქნებ ვიღაცამ გამიღოს გულის კარია. ხედავ, აქაც თავმდაბალია. არ გინგრევს გულის კარებს, რომ მოვედი და გამიღე, არა. გიკაკუნებს, რომ აბა იქნებ გამიღო, შენივე სიკეთისათვის, შენივე ცხონებისათვის, შენივე გადარჩენისათვის, იქნებ მიხვდე, იქნებ გაგიასნას გონება. მაგრამ ნუ სამწუხაროდ ჩვენ ხშირად არ გვეხსნება ხოლმე გონება და მე გისურვებდი თითოეულ დღეთაგანს, რომ აი ესე გულისხმიერად ყოფილიყავით მომართული. ხოლო თავადსა იოანეს ემოსა სამოსლად მისაგან აკლემისა და სარტყელი ტყავისა იწელთა მისთა, ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. აი ესეთი მწირი ცნობა არის იოანე ნათლისმცემლის შესახებ. აი ეს ერთი მუხლი. და რას გვეუბნება? აკლემის ტყავისაგან, მისი ბეწვისაგან შეკერილი რაღაცა უბრალოდ ტანისამოსი ემოსა ტანს. რატო აკლემისაგან? როგორც მამები გვეუბნებიან, აკლემი წარმოადგენს შუალედურ ცხოველს წმინდა და უწმინდურ ცხოველთა შორის. ეს წმინდა და უწმინდური, რა თქმა უნდა, პირობითი დაყოფაა და ეს არის დაყოფა ებრაელების, ებრაული დაყოფა, როდესაც უფალმა გაუყო მათ, ასე ვთქვათ, წმინდა და უწმინდური ცხოველები. და შესაბამისად ახლა იოანე ნათლისმცემელიც, რომელიც იყო გარდამავალი, ანუ ნუ წმინდა და უწმინდურში ამ შემთხვევაში იგულისხმებიან, როგორც განმარტებელები გვეუბნებიან, ისრაელიერი და წარმართები. ანუ ორივესთვის რო იყო მქადაგებელი იოანე ნათლისმცემელი, ამაზეა ხაზი გასმული და მეორე მხრივ იოანე ნათლისმცემელი წარმოადგენს უკანასკნელ წინასწარმეტყველს ძველი ათქმისას და პირველ და უკანასკნელ წინასწარმეტყველს ახალი ათქმისას. ანუ აი სწორედ აი მიჯნაზეა. ამიტომაც აი ეს სიმბოლურად მისი შესამოსელიც ამაზე მოწყობს. წელზე ქონდა შემორტყმული ტყავის სარტყელი. ტყავი თქვენ იცით რომ მკვდარი ცხოველისაგან არის დამზადებული და ამაზეც მამები გვეუბნებიან და გვაწვდიან ისეთ განმარტებას რომ ესეც არის სიმბოლო იმისა რომ ჩვენი ცოდვები და ჩვენში ის რაც ცხოველურია ის რაც ცოდვის მიერია უნდა მოვაკვდინოთ. ამიტომაც არის რომ აი ბერებს დღემდე და პირველ ბერად და ბერმონაზნული ცხოვრების საერთოდ დამფუძნებლად და პატრიარქად ითვლება იოანე ნათლისმცემელი, ესეც რო იცოდეთ რა. ბერებს დღესაც ტაბაზე აქვს შემორტყმული ტყავის სარტყელი. აი სწორედ ნიშნად იმისა, რომ ისინი ცდილობენ რომ მოვაკვდინონ საკუთარ თავში ყოველივე ცოდვის მიერი და ხორციელი. ის რაც მათ ხელს უშლის სულიერ განვითარებაში და წინსვლაში. და იკვებებოდაო ველური თაფლით და მკალითო. ეს მკალი, როგორც გვაწვდიან განმარტებულები ინფორმაციას, არის რაღაცა სცენარეული, რაღაცა ბალახის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც საკვებად გამოიყენებოდა და რომელიც იზრდებოდა იმ მხარეში. ხა ზოგიერთი ამბობს, რომ არ ვიცი ხა მე ესეთი ვარიანტიც მაქვს მოსმენილი, რომ მკალში კალიას გულისხმობენ, მაგრამ მე პრინციპულად ვეწინააღმდეგები პირადად ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, რომ თქვა იოანე ნათლისმცემელი კალიებს დასდევდა და იჭერდა და ჭამდა. არ ამგონია ეგეთი რაღაც. თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ არ ამგონია, რომ ეგეთი რამე იყოს, იმიტომ რომ მე უფრო ვემხრობ იმ განმარტებლების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იყო სცენარი რაღაცა, რომელისაგან აი ეს ფხალებით ჭამდა მას რა და ველურ თაფლს. იმიტომ ნამდვილად არ ამგონია ხარ ცოცხალი კალიები დაეჭირა და ეჭამა იოანე ნათლისმცემელს. გავაგზავნოთ, აბა რას გვეუბნება სახარება. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისა და ნაცელს იღებდეს იორდანისა შინა მისგან და აღვარებდეს სოდვათა მათ. ანუ ხედავთ რა ხდება. მიდიან მასთან იოანე ნათლისმცემელთან. ეხლა როგორც ჩანს, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, თქვა რაღაცა ნაწილში ისრაელისა, რომ მათ გაიგეს იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, გაიგეს მისი არსებობა. უთხრეს ერთმანეთს, გაიგეს რომ ეს კაცი დგას იორდანეს მდინარეში და ნათლავს. სინანულს ქადაგებს, ცოდვების აღიარებას ქადაგებს. და ხედავთ, განვიდოდა მისაო იერუსალიმიო, ყოველი ჰურიასტანიო
და გარემო სოფლები იორდანისაა, იორდანის მიმდებარე სოფლები. ბევრი მიდიოდნენ მასთან ნათლისაღებად. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ეს რაღაცა ისეთი როგორ ვთქვა, ინტერესია რა, რომ აი ვიღაცა ახალი ტიპი გამოჩნდა, რომელიც რაღაცას ქადაგებს, რაღაცა უცხოს, არ ჭამს, არ სვამს, რაღაც ისე ცხოვრობს, გრძელი თმა აქვს, გრძელი წვერი აქვს, სინანულს ქადაგებს და უფრო ინტერესიდან, ცნობის მოყარეობიდან გამომდინარე მოსული ხალხია ეს. და არა იმის გამო, რომ თქვა მართლა რაღაცა შინაგანი აწუხებდა. თუმცა მათში რა თქმა უნდა ნაწილი ისეთებიც იქნებოდნენ, რომლებიც თქვა მართლა შეწუხებული და შეძულნი იყვნენ თავიანთი შინაგანი სულიერი მდგომარეობით და ცდილობდნენ, რომ რაღაცა ცოცხალი სიტყვა გაეგონათ. და ნათელს იღებდეს მისგან იორდანესა და აღუარებდეს სუდვათ. ხედავთ? მაგრამ ეს ნათლისღება, რა ნათლისღებაა? მოდი დავსვათ შეკითხვა. ეხლა თუ იოანე ნათლისმცემელი უფალი არ არის, მაშინ როგორ სცემს ნათელს? ან ნათლისმცემა მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა, ვიცით ჩვენ, ხო? მაშინ რა ხდება? აი მოდი ცოტა ხანი დავიცადოთ და გავიგებთ რა ხდება. დავითარცა იხილა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი. მომავალნი ნათლისღებად მისგან რქვა მათ. ნაშოვნო იქედნეთანო. ვინ გიჩვენა თქვენ სიუტოლოაი მერმისა მისგან რისხვისა. ყავთ უკვე ნაყოფი ღირსი სინანულისაერი. უყურეთ, დაინახა ფარისევლები და სადუკევლები. ვინ არიან ახლა ეს ხალხი? ფარისევლები იყვნენ ყველაზე პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ უაღრესად განსწავლულები, განათლებულები და აი ამ თავიანთი განსწავლულობის გამო ზემოდან ეჭირა თავი დანარჩენ ისეთ უბრალო ხალხზე რა. და ფარისევლობა ითვლებოდა ყველაზე ელიტარულ წოდებად იმ დროისათვის. ეს მერე შეიძინა ფარისეველმა, მას შემდეგ რაც უფალმა ამხილა ისინი უარყოფითი მნიშვნელობა, თორემ მანამდე ფარისეველი იყო ყველაზე პრივილეგირებული ფენის წარმომადგენელი იმ დროის საზოგადოებაში. სადუკევლები ვიღა არიან? სადუკევლები, სადუკი იყო მათი ესეთი წინამძღვარი, რომელმაც ჩამოაყალიბა ესეთი მიმდინარეობა, სექტა, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ სული კვდება ადამიანის სიკვდილთან ერთად, ანუ დაახლოებით რომ წარმოვიდგინო დღევანდელი იეღოველების წინაპრები არიან რა. ან რომლებსაც სულის უკვდავება არ სწამდათ, ამიტომაც არის რომ მე მოგვიანებით ჩვენ მივალთ იმ ადგილამდე, როდესაც მიდიამდე ეუბნებიან ხო გახსოვთ რა, ეს სადუკევლები და 7 ძმა იყვნენ ჩვენ შორისო და ერთი ქალი ყავდათ და ცოლათო 7-ისო და მე კუდრეთი დაადგომის შემდეგ რომელიც სული იქნება თავის ჭკუით რომ ჩამჭრელი შეკითხვით მივიდნენ რა. ხო და აი ეს ხალხი არიან სწორედ ეს სადუკევლები, რომლებსაც არც მომავალი კუდრეთი დაადგომისას სწამდათ და არც ზოგადად საკუთარი სულის უკვდავებისა რა. ხო და აი ამ ხალხს მიმართავს იოანე ნათლისმცემელი ამ ხელს და ეუბნება. და უყურეთ როგორ მოიხსენიებს ნაშოვნო იქედნეთანო, შეურაცხყოფას აყენებს. იქედნე გველია და ძალიან შხამიანი გველი, რომლის ერთი ნაკმენი უცებ კლავს ადამიანს რა. ნაშოვნო იქედნეთანო, ვინ გიჩვენა თქვენ სიუტოლოაი მერმისა მისგან რისხვისაო. ანუ ვინ გასწავლა თქვენ გზა, როგორ უნდა გაექცეთ შემდგომ სასჯელსო. მერმისა მისგან რისხვისაო. ღვთის სასჯელისაგან გაქცევის გზა ვინ გასწავლაო თქვენ? ანუ რო დაინახა რომ მასთან მოდიან ნათლისაღებად, ამიტომაც ეკითხება, ხო? თქვენ კი მოდიხართ ჩემთან და თქვენ კი გონიათ რომ აი ჩემთან მოსვლით და განბანვით გაექცევით იმ სასჯელს, მაგრამ მე ეკითხება რომ ყავთ კიო ნაყოფიო ღირსი სინანულისაო? აი ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ხალხო. მიაქციეთ ყურადღება. აი ჩვენ წლობით დავდივართ ეკლესიაში. წლობით ზოგი 20, 25, 30 წელია დადის ეკლესიაში, ზოგი მეტიც. მაგრამ ნაყოფი სინანულისა გაგაჩნიათ? თუ თქვენი სინანული მართლა სინანულია, თუ თქვენი სიარული ტაძარში მართლა სიარულია, მაშინ ნაყოფიც უნდა გქონდეთ შესაბამისი, ამიტომაც არის რომ თითოეული ჩვენთაგანი სასულიერო პირები სულ ამისკენ მოგიწოდეთ და სულ ამას გეუბნებით რომ უნდა გაიზარდოთ ერთ ადგილზე, არ უნდა იდგეთ, არ უნდა ტკეპნიდეთ. ნაყოფს უნდა ხედავდეთ ჩვენი ეკლესიაში სიარულისას.
და ნაყოფიო გაქვთო ღირსიო სინანულისაო ანუ თქვენი სინანული მართლა გულწრფელია და მართლა სინანულიაო თურისთვის მოდიხარ თუ აქ ესმე და რატო ადარებს იქედნეს იმიტომ რომ იქედნე არის გველი რომელიც აი როგორ ხდება იცით როდესაც მშობიარობს ცოცხლად მშობიარეა იქედნე და ეს პატარა შვილები ეს წიწილები გველის შიგნიდან ჭამენ დედის მუცელს და ისე გამოდიან გარეთ და რო გამოდიან დედა კვდება და ის სწორედ აი იქედნეს ადარებს რა აი ესეთ რაღაც აი ყველაზე საშინელს და ყველაზე უარეს შედარებას უკეთებს იოანე ნათლისმცემელი აი მხალხს თავიანთი სულიერი თვისებების გამო რომ სწორედ იქედნებს გავსებიყვნენ ისინიც რა ნუ გონებთ და იტყვით თავთა შორის თქვისთაო ანუ აგზელებს მათ ხილებას იოანე ნათლისმცემელი ნუ გონიათო ტყუილაო და ნუ ამბობთო მამა იგვივის ჩვენ ა ブラ ამიო რომ თითქოს ჩვენი მამა ა ブラ ამია რამე თუ გეტყვით თქვენ ვით არმე შემძლებელ არის ღმერთი აღდგინება ხვალთა ამადგან შვილად ა ブラ ამისა ხედავთ ანუ ებრაელები ამაყობდნენ იმითი და მე თქვენ გითხარით როდესაც პირველ თავში გენეალოგიას განვიხილავდით მაცხოვრისას რომ ამაყობდნენ და დღემდე ამაყობენ ებრაელები ა ブラ ამის შთამომავლობით რომ ისინი არიან ა ブラ ამის და დავითის შთამომავლები ნუ ამაყობთო მაგითიო ეუბნება იოანე ნათლისმცემელი და ნუ გგონიათო რომ ეს არისო საკმარისი გარანტი თქვენი გადარჩენისაო რომ თქვენ ა ブラ ამის შთამომავლები ხართ დაიყურეთ რას ეუბნება აი ბოლომდე უკარწყლებს მათ აი ამ სიქადულის წყაროს და ეუბნება რომ ხეების ის ამ ქვებისგანაც კი შეუძლიაო ღმერთსო ა ブラ ამის შთამომავალი აღუდგინოსო ქვებისგანაც ქვებს ადარებს ქვებისგანაც შეუძლია ღმერთსო რომ ა ブラ ამს აღუდგინოს შთამომავალიო და მეორე მხრივ როგორც განმარტებლები ამბობენ ამ ქვებში იოანე ნათლისმცემელი სულიწმინდის მადლით გულისხმობდა წარმართებს რომლებსაც არაფერი არ სმენოდა ჭეშმარიტი რწმენის შესახებ და ეს მოხდა კიდევაც ესე რომ სწორედ აი იმ ხალხმა იმ წარმართებმა პირველებმა მიიღეს უფალი გაცილებით ადრე ვიდრე იმ ებრაელებმა რომლებსაც დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღიათ დღემდე რამე თუ აწვე ესე რა სული ძირთათანა ხეთასაც ძილს ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედოს აშინებს იოანე ნათლისმცემელი და აფრთხილებს მათ და მათი სახით თითოეულ ჩვენთაგანს ხალხო მე სულ ამას არ არის რომ გეუბნებით რომ აი სულიო ეხლავე ხის ძირშია უკვე მომარჯვებულია ის სულიო მე ცელზე გელაპარაკებით ხომ ეგერ იოანე ნათლისმცემელი ცულზე ეუბნება და სულ იმას გეუბნებით რომ არავინ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე გაგვიღამდება დღევანდელი დღე გაგვითენდება ხვალინდელი დღე არაფერი არ ვიცით და ამიტომაც არის რომ ჩვენთვისა ჩვენ ცხოვრებაშიც ის სული ჩვენი ცხოვრების ძირში დევს არ ვიცით როდის მოვიჭრებით ჩვენ და ამიტომ დროულად იზრუნეთ ნაყოფსეო ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედოს ხედავთ და აი ამ ნაყოფის გამოღების ჟამი ჩვენ გვაქვს მოცემული აი ამ მიწიერ წუთის ოფოლში რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ არ ვიცით როდის დასრულდება მე უკვე ნათელცემ თქვენ წყლითა სინანულად აი ახლა უკვე პასუხი იმ შეკითხვაზე რომელიც თავიდან დავსვი რომ რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ნათლისღწემა და რას ნიშნავს რა განსხვავებაა მაცხოვრის ნათლისცემას შორის მე უკვე ნათელცემ თქვენ წყლითა სინანულად ხოლო რომელიც შემდგომად ჩემს ამოვალს უძლიერეს ჩემს არს რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამულთა მისთა ტვირთვა სხვა מחარებელი ამბობს გახსნათ საბელთა ხამულთა მისთასა ანუ ერთი და იგივეა ანუ მისი ფეხსაცმელების ტვირთვის ღირსიც კი არა ვარო ის ვინც მოდის აი თავის ნათესავზე ამბობს რომელიც მასეებს თუ პატარა უფალზე შემდგომად ჩემს ამოვალსო
მე მას უმზადებ მხოლოდ გზას მე ნათელცემ თქვენ წყლითა სინანულად რატომ წყლით იმიტომ რომ წყალი არის ყოვლის გამწმენდელი სტიქია წყალში განიბანება ყოველივე და სინანულად ნათელცემთო იმიტომ რომ მოდის უფალი მოდის რომელსაც გზა უნდა გაუმზადო მე თქვენს გულებში და ამისათვის აუცილებელია რომ თქვენში სინანული გაჩნდეს რომ შემდეგ უფალი მიიღო და მისი ნათლისცემა მიიღო თორე თუ ეს სინანული არ გაჩნდა და თუ წყალში არ ჩამოიბანეთ თქვენი ცოდვების სინანული თქვენ სრემლში და აი ამ იორდანის წყალში ისე ვერ შეხვდებით უფალს ისე თქვენ ვერ გახსნით გულს ღმერთის მისაღებად და ესეც მოხდა იცნეს ღმერთი მათთვის განკაცებული ჯვარზე გააკრეს და მოკლეს სწორედ იმიტომ რომ არ გაითვალისწინეს ის რასაც იოანე ნათლისმცემელი ეუბნებოდა მათ მან ნათელგცეს თქვენ სულითა წმინდითა და ცეცხლითა აი ნამდვილი ნათლისმცემელი აქვე მინდა პარალელი გავავალო და შეგახსენო თითოეული თქვენთაგანი მონათლული ბრძანდებით მე ამას ყოველ ადამიანს ვეუბნები ხოლმე ვინც ინათლება ჩვენთან რომ ნათლისღების დროს ნათლობის დროს აღესრულება ორი საიდუმლო ნათლისღებისა საკუთრივ და მირონცხებისა აი უყურეთ ის პირველი რომელსაც ნათლისღება ქვია ქრისტეს სიკვდილის სახელზე როდესაც ჩვენ წყალში შევფლავთ მოსანათლს არის სწორედ იოანე ნათლისმცემის სახე და შემდეგი უკვე რითიც გრძელდება ის მირონცხება უკვე ის მირონი არის ბეჭედი სული საწმენდისა აი ეს არის უკვე ნათლისმცემა სულითა წმენდითა და ცეცხლითა აი ეს სული წმენდის ბეჭედი გაქვთ მონიჭებული თითოეულ თქვენთაგანს და დღიდან თქვენი ნათლისღებისა და იცით რა სიტყვები იკითხება და რა ლოცვები იკითხება ამ დროს ბეჭედი მონიჭებულ არ სულისამეერ წმენდისაო და ვევედრები ჩვენ უფალს რომ შეეწიოს ახალ მონათლულს რომ ბეჭედი ღვთისა სული წმენდისა დაიცვას შეუგინებლად შეუბილწავად აღუტეხელად და ჩვენ სამწუხაროდ აი ყოველი ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვით თუნდაც ფიქრში ჩადენილი ცოდვით სწორედ აი ამ ბეჭედს ვილწავთ და ვყავავთ აი ეს მინდა იცოდეთ რა და კარგად მინდა რომ გავიაზროთ ყველა რომლისა ნიჩაბი ხელთა მისთა განწმინდოს კავლოი თვისი და შეკრიბოს იფხლის აუნჯესა ანუ ის არის ბატონი ის არის უფალი მისია ეს მინდორი ეს კავლო მას აქვს უფლება მას უჭირავს ხელში ნიჩაბი და მას შეუძლია რომ გაწმინდოს და გაასუფთავოს ეს კავლო ისე როგორც საჭიროა უყურე რას ამბობს შეკრიბოს იფხლის აუნჯესა ხოლო გზე დაწვას ცეცხლითამეთ უშრეთითა სხვადასხვაგვარ შედარებებში ვხვდებით ჩვენ მხატვრულს ესეც სახარებაში როდესაც უფალი საუბრობს მართალთა კეთილმჟავზე და ცოდულთა შესაბამისად ბოროტზე აი ესეც ერთ-ერთი შედარება არის რომ მართალი ადამიანები და წმინდა ადამიანები შედარებულნი არიან იფხლს ანუ ხორბალს და ბზე არის შედარებული აი უქნარა ადამიანებს ზარმაცებს და ცოდვისკენ მიდრეკილებს რომლებსაც თითის თიცე დადება არ უნდათ იმისათვის რომ ცხონდნენ და ისე ცხონება უნდათ მაგრამ გარჯა და შრომა არ უნდა არავის და ესეთი ადამიანებიო დაიწვევიან ცეცხლითა მით უშრეთით მაშინ მოვიდა იესო გალილეაით ანუ ეს იყო რაღაცა პატარა ცნობები იოანე ნათლისმცემლის შესახებ რომელსაც გვაწვდის ჩვენ მათე მახარებელი ნაწილობრივ ავსებს მას ლუკა და მარკოს მახარებელიც მაგრამ ნუ ეხა ისეთი მნიშვნელოვანი და განსხვავებული არაფერი არ არის ერთადერთი პასაჟია განსხვავებული ლუკასთან სადაც ნახსენები არის როდესაც მიდიან მასთან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ნათლისმცემელთან და ეკითხებიან რომ აი ჩვენ რა ვქნათ რომ გადავჭეთ მიდიან მხედრები რომლებსაც ეუბნება ნათლისმცემელი რომ ნუ შეავიწროვებთ ხალხს და ბოროტად ნუ გამოიყენეთ თქვენს ძალაუფლებას მიდიან მეზვერეები ანუ დღევანდელი გაგებით მებაჟეები და ისინიც ეკითხებიან იმათაც ეუბნება
რომ ნუ გაძარცვალთ ხალხს, ნუ დაადებთ იმაზე მეტ ხარკს, რაც მათ ეკუთვნით და იმყოფინეთ თქვენი როჭიკი, ანუ ძველ ქართულად არის როჭიკი, თქვენი გასამჯევლო, თქვენი ხელფასიო. ანუ კი არ ეუბნება, რომ თავისთავად მებაჟეობა არის დამღუპველი, ან ის რომ შენ სამხედრო მოსამსახურე ხარ, ამის გამო ვერ ცხონდები, შენ იმიტომ ვერ ცხონდები, რომ მებაჟე ხარ. არ ეუბნება. არამედ ეუბნება, რომ ბოროტად ნუ გამოიყენებ და ნუ გადააჭარბებ შენს უფლებებს. და შეინარჩუნე შენი თავი შენს უფლებებში და ცხონდები, გადარჩები. ნუ გადააჭარბებ. და გააკეთე ის, რაც გევალება. იმის იქით შენ უკვე შენი ინიციატივით ხალხს შეავიწროვე, მომხუჭელი ნუ იქნები და გადარჩები. და მივედით უკვე უფალთან და უფლის ნათლისღებასთან. მაშინ მოვიდა იესო გალილეაით, იორდანეთ. იოანესა ნათლისღებად მისცა. აი კიდევ ერთი სასწაული ხალხი. ღმერთი ცისა და ქვეყნის შემოქმედი. აი მიწის შემოქმედი, რომელზეც დააბიჯებს. განკაცებული. კიდევ ერთი დასტური მისი საოცარი ემნით გამოუთქმელი სიმდაბლისა. მოდის ნათლისღებად, როგორც ჩვეულებრივი ლიტონი ადამიანი იოანესა. არ ვიცი, ხა მე რამდენჯერაც ვკითხულობ, იმდენჯერ გაოცებული ვარ და თქვენს თუ აი ეცდებით, რომ აი გამოუყვეთ გულის ყური, თქვენს გაოცდებით ხალხო, როგორ შეიძლება აი ჩემს გონებაში ვერ ეტევა, ჩემს ამპარტავან გონებაში ვერ ეტევა ღმერთის ეს საოცარი სიმდაბლე, როგორ, რანაირად. სამყაროს შემოქმედი როგორ იმდაბლებს ესე თავს. ჩემს გაუგებარებ. ერთმანეთს როდის მე მივხვდე და გავიაზრე. და თანაც როგორი მივიდოდა, ეხლა ესე წარმოვიდგინოთ, ხო, ხა მდიდრულად ჩაცმული და ესე ამაყა თავაწეული კი არ მოდიოდა, აი მე მოვედი ერთი. უბრალოდ ჩაცმული. ყველაზე უბრალოდ. ფეხზეც, ტანისამოსიც, იმიტომ რომ იცი თქვენ რომ ღარიბები იყვნენ. იოსები და ყოვლადწმენა ღვთისმშობელი. ღარიბ ოჯახში დაიბადა და ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ბუდის თავმდაბალი. ხოლო იოანე, ანუ მივიდა იოანემდე. იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებայի და შენ ჩემდა მოხვალაო. როგორად რას ეკითხება? რას ეუბნება იოანე? აი ეს არის სწორედ ერთ-ერთი დასტური, მე სახარებაში ჩვენ შეგხვდება ერთი ესეთი პასაჟი, როდესაც იოანე ნათლისმცემელი, რომელიც უკვე საპრობლეში ყავს დამწყდებული ჰეროდეს, თავის მოწაფეებს აგზავნის ქრისტესთან და ეუბნება, რომ შენ ახარო ქრისტეო, თუ სხვას უნდა ველოდოთო. და ეხლა ზოგიერთს გონია, რომ იოანე ნათლისმცემელი ეჭობდა ამას. რა სისულელეა ხალხო. იოანე ნათლისმცემელმა 6 თვისამაც კი მუცელში იცოდა, რომ ღმერთი იყო. მას ეჭვი კი არ შეპარვია. იმიტომაც არის, რომ უფალი მერე ქადაგებს, რომ წავლენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები, ეს რისთვის გააკეთა, იცით იოანემ, რომ თვითონ თავისი მოწაფეები, თავისი მოციქულები განემტკიცებინა რწმენაში, იმიტომ რომ ეს ის მოწაფეები იყვნენ, რომლებიც ვერ ამაღლდნენ ქრისტემდე და დარჩენ იოანე ნათლისმცემელთან. ეს იოანეს სულაც არ უხარობდა. იოანეს უნდოდა, რომ მისი ყველა მოწაფე გადასულიყო უფალთან. მისსა ჯერ არის აღორძინება და ჩემ და მოკლებათო, ეუბნება პირდაპირ მოციქულებს. ეხლა მისი დროაო, მე ჩემი მისია ამოვწურეო. და ეს ის ხალხი იყო, რომლებმაც ვერ გაისიგძეგანეს, ვერ გაითავისეს იესო და თითქოს და ერთგულებდნენ იოანე ნათლისმცემელს და მის და მის სიყვარულზე. აი მათ იმიტომაც აგზავნის. რომ თვითონ დარწმუნებული იყვნენ და რას ეუბნება და რას პასუხობს მერე უფალი, რომ გადაეცითო იოანესო, რომ მკვდრები აღდგებიანო, კელობელნი ვლენანო, ბრმები ხედავენო, ყრუთა ეხარებისო. და ნეტარ არის, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემ და მომართო. ნეტარია ის ადამიანი, რომელიც არ დაბრკოლდება ჩემს მიმართ და აი ეს სწორედ იმ მოწაფეების მიმართ იყო განკუთვნილი, რა. თითქოს და ისე გამოჩნდა, რომ თითქოს იოანესთან დააბარა გადასაცემად, მაგრამ მათთვის იყო ეს ნათქვამი, იოანემ გადასარევად იცოდა რაც საკეთებდა. იმიტომაც არის და ამის დასტურია სწორედ ის, რომ მერე უფალი, როცა წავლენის მოწაფეები ეუბნება, ქადაგებას იწყებს უკვე იოანეზე. აი ისა გამოხედით ხილვად ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისაო. თუ კაცისაო,
დიდრული სამოსელით მოსილისაო. თუ წინასწარმეტყველისაო და ჰე გეტყვი თქვენ და უმეტეს წინასწარმეტყველისაო და აი მაშინ ამოსწორდებ სიტყვებს რომ დედის მუცლიდან არ შობილა იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდიო და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ალოგიკური გამოდის ეხლა თუ კი იოანე ნათლისმცემელი იყო დამკოლებული უფლის მიმართ და არ იცოდა ეს იყო თუ არა ქრისტე მაშინ უფალი როგორ აქებს მას სწორედ იმიტომაც აქებს რაც გითხარი რომ გადასარევად იცოდა იოანე ნათლისმცემელმა ყველაფერი უბრალოდ თავისი მოწაფეების რწმენაში განსაკუთრებულად გააკეთა ეს მან ხო და ეს ის იოანეა სწორედ რომელთანაც მივიდა მაცხოვარი და შორიდანვე დაინახა, რა თქმა უნდა, იცნო. და უკვირს იოანეს უკვირს, წარმოიდგინეთ, იოანესაც კი უკვირს უფლის სიმდაბლე. დაეუბნება შენც მოხვედი ჩემთან ნათლისმცემად, ხო? მე უნდა მოვდიოდი შენთან, იმიტომ რომ ჭეშმარიტ ნათელი შენ გაქვს როგორც ღმერთს. მე მხოლოდ გზას გიმზადე. მე მხოლოდ ცოდებისაგან ვცდილობ გავამბანო ეს ხალხი და სინანული ჩავმდგენო ამათ გულში. რომ შენ უნდა ვცე ნათელი, შენ ხარ ნათლის წყარო და შენ მოდი ხარ ჩემთან ნათლისმცემად? ანუ აჩერებდაო, აყენებდაო მასო და ეტყოდაო. მიუგო იესო და რქვა მას, ძალიან მოკლე დიალოგია მათ შორის რა, მაგრამ შინაგანად სულიერად ძალიან სიღრმისეული, იმიტომ რომ ისინი სულით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთზე, სულით საუბრობდნენ ერთმანეთთან. მიუგო იესო და რქვა მას, აცადეაც რამე თუ ესრეთ ჩვენ და ასრულებად ყოველი სიმართლე. მაცალეო, მე რა კი ეხლა აქ მოვედიო, ესე იგი ესეა საჭირო. და ესე უნდა აღვასრულოთ ჩვენ ყოველი სიმართლეო. ხალხის თვალში უფალი იყო ჩვეულებრივი ადამიანი. და მან რა კი ადამიანური ბუნება მიიღო, სრულად. ვალდებულად ჩათვალა თავი, რომ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე როგორც წინა დაცვეთაც, ხო? წინა დაცვეთა უფალს არაფერში არ ჭირდებოდა. მაგრამ წინა დაიცვითა, როგორც ჯულის ქვეშ მყოფმა. ამ შემთხვევაშიც როგორც ჯულის ქვეშ მყოფი მოდის, რომ აღასრულოს ჯული და აღასრულოს ის, რაცაც ყოველი ადამიანი აღასრულებს. ნათელი ღოს ისე, როგორც ნათელს იღებენ სხვები. მაგრამ ეს ხალხისათვის დასანახად და ჩვენ ნახავთ კიდე რა მიზანს ისახავდა ეს მისი მოსვლა. სინამდვილეში სულიერად, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, იორდანის წყალში ჩასვლით უფალმა იესო ქრისტემ მთელი დედამიწის წყლები განწმინდა იმ დროს თავისი ნათლისღებით. და ჩვენ ნახავთ ეხლა რაც მოხდება. ეხლა უყურეთ იოანემაც დაუთმო. ჭიდაობას კი არ უწყებს. აი პეტრესავით კი არ დაუწყო ჭიდაობა. აქაც მოდი მივაქციოთ ყურადღება რა, რომ აი ნახეთ ხალხო, რამდენად დიდია იოანე ნათლისმცემელი მოციქულებზე. აი რამდენად აღმატებულია. რომ იოანე თავიდანვე იცის ვინც არის უფალი და თავიდანვე როგორი მორჩილება აქვს, აი ყოლა წმინდა ღვთისმშობლის მსგავსი. აი როგორც ყოლა წმინდა ღვთისმშობელი უცებ იწყნარებს იმ რაღაც საოცარ გამოცხადებას, რომელიც ეუბნება გაბრიელ მთავარანგელოზი, რომ შენ ღმერთის დედა გახდები. და თამდაბლად დაიტია ეს ყველაფერი, კი არ დაიწყო ჭიდაობა, რომ არა მე რა ღირსი ვარ და ისა და ეგ როგორ არა. უცებ ერთხელ აუხსნა ანგელოზმა რა, როგორ მოხდება ეს ეკითხება. სული წმინდა იმოვიდეს შენზე და ძალი მაღლისად ფარვიდეს შენო. მორჩა დამთავრდა, აღარ აქვს შეკითხები ღვთისმშობელს. ეჰა მხევალი უფლისა, მეყავნე სიტყვისაებს შენისა. ხედავთ რა საოცარი მორჩილებაა ღვთისადმი, რა საოცარი სიმდაბლეა. ჩემთვის წარმოუდგენელი. ღმერთმა როდესმე მიმაღწევინოს. ამ შემთხვევაშიც ესე ხდება. ხედავთ? იოანემ ზუსტად იცის, ვინც მოვიდა, ღმერთი მოვიდა. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. და ერთს კი ეტყვის, გაოცებული და გაკვირვებული და შეშინებული, რომ შენ ღმერთი ჩემთან მოხვედი. სულ ახლახანს არ იყო, რომ ქადაგებდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ჩემზე უძლიერესი მოდისო, რომლის ფეხსაც მლის სტარების ღირსიც კი არა ვარო და აი სწორედ ის მოვიდა. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი იდგა რიგში და იოანე მახარებელი თავის სახარებაში გვეუბნება. იოანე ღვთისმეტყველი რომ შორიდანვე დაინახაო, იოანე ნათლისმცემელმაო და თავის მოწაფეებს ეუბნება.
ანდრიას და იოანეს ღვთისმეტყველს აი სწორედ დამწერს ამ ბოლო სახარებისას მეოთხე სახარი. ეჰა ტარიგი უფლისა რომელმან აღიხნეს სოდონის ოფლისანი. შორიდანვე დაინახა. რიგში იდგა და ისე მოდიოდა ნელა-ნელა. მე ღმერთი ვარ და გამატარეთო, ესე იგი არა. რიგში იდგა იმ სიცხეში. და გაოცებულია იოანე, მაგრამ როგორც კი გამოხატავს ამ გაოცებას და უფალის მოკლედ პასუხობს. აცადეაც რამე თუ ესრეთ ჩვენ დაახსრულებად ყოველი სიმართლე. თან არ დაგავიცდეთ, რომ 6 თვით პატარაა. ასაკობრივად თითქოს პირიქით ეხლა უფალს ევალებოდა მისი მორჩილება, მაგრამ არა, მათ შორის უკვე სულ სხვა დიალოგია. და როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, არის რაღაც აპოკრიფული გადმოცემა, რომელიც გვეუბნება, რომ იოანე ნათლისმცემელი და მაცხოვარი ხშირად ხდებოდნენ ხოლმე აი სწორედ იმ პერიოდში, სანამ უფალი ნათლს იღებდა იორდანის უდაბნოში, სადაც ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემელი. განმარტოვებულად, ბერულად. და ხშირად მიდიოდნენ, ხდებოდნენ და საუბრობდნენ ხოლმე. და ადგილსაც კი გაჩვენებენ, სადაც იყო ეს ყველაფერი, რა. ერთ სიტყვის და всё, დამთავრდა, აღარ უწყებს იოანე ჭიდაობას, რომ აუ, всё, მე არ შემიძლია, ახლა ჩვენ რას ვიზავთ, ახლა წარმოვიდგინეთ ჩვენი თავი, ხო? აი არ არსებობს, აი უფალ, მე ამას ვერ გავაკეთებ, გამორიცხულია ხარ რა და აი ვიღაცას თხოვე. არაფერი მსგავსი. უცე მორჩილდება ღვთისნებას რა. მაშინ მიუშვა მასო, ანუ დამორჩილდაო. თუ გაეკეთებინა, რაც უნდა გაეკეთებინა. შედის იესო წყალში. ნათელიღო იესო და მეხსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, აჰა განეხვნეს მას სანი. და იხივა სული ღმრთისაი გარდამომავალი ვითარცა ტრედი. მოვიდა და დაადგრა მასზე. და ხმა იყო ზეცით და თქვა, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ. ხედავთ რა ხდება. შედის იესო იორდანეში და ხდება სასწაული. მანამდე ათასობით ადამიანი შედიოდა, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. შედის იესო და ხდება სასწაული. უფალი აჩვენებს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ეს არის პირველი განცხადება ღვთისა. და არა მხოლოდ იესოსი, არა მხოლოდ ძისა, არამედ ყოვლადწმინდა სამებისა ჩემო კარგებო. ნათლისღების დღესასწაულს თქვენ იცით, რომ სხვაგვარად თქვია სწორედ განცხადების დღესასწაული. ანუ როდესაც განცხადდა ყოვლადწმინდა სამება. როგორ განცხადდა? ძე ნათელს იღებდა განხორციელებული და განკაცებული, სული წმინდა ხორციელი სახით, ტრედის სახით დაადგრა თავზე, გარდამოვიდა და მამისაგან ხმა მოისმა. ანუ სამივე წევრი ყოვლადწმინდა სამებისა დაფიქსირდა. მამაც, ძეც, განკაცებული და სული წმინდაც. და ხედავთ, ხმა იყო ზეცით და თქვაო, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მამისაგან ხმა მოისმა, მკაფიო და გაარკვევი. მაგრამ მოდი ახლა ესეც თქვათ რა, ყველამ გაიგო ეს ხმა? არა. დიდმა ნაწილმა, ვინც ამისათვის მომზადებული არიყვნენ, ხო? ეს ხმა აღიქვა როგორც ქუხილი, საოცარი. მაგრამ იყო ნაწილი, ვისაც გულის კარი ღია ქონდა, ვინც სწორად აღიქვეს ეს ყველაფერი და გაიგონეს სიტყვიერად, უფლის ხმა, რომ ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყო. და უნდა ვივარაუდოთ ჩვენ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც სწორედ შემდგომ უფლის მიმდევრები გახდნენ და მისი მოწაფენი და მოწაფეთა მოწაფენი. აი ესე სრულდება დღევანდელი საკითხავი, ესე სრულდება მესამე თავი მათესახარებისა და შემდეგ სამშაბათს ღვთისმადლით თომშვიდობა იქნა თუ ცოცხლები ვიქენით, განვიხილოთ მეოთხე თავს, რომელშიც საუბარია და იწყება ეს თავი იმით თუ როგორ გამოსადა ეშმაკმა მაცხოვარი უდაბნოში. ეს რაც შეეხებოდა დღევანდელ საკითხავს. ეხლა თუ ვინმეს ტრადიციულად რაიმე შეკითხვა გაქვთ, გისმენთ თუ არა და მაშინ შეგიძლიათ ეს რა უროს. ესეთ რაღაც მაინტერესებს. ან დროში ვარგებია, რაღაც მერევა. აბა მითხარი? ნაზარეთში რომ გადავიდა.
ეს ხომარის ნათქვამი რომ ჰეროდი გარდაიცვალა და ამიტომ საფრთხეობა გარდაიცვალა და გადავიდა. მაგრამ ივანე ნათქვამს თავის მოგვიანებით ისიც ჰეროდეა, მაგრამ ის იმ ჰეროდეს შვილია რუსები. კი, ცოტა. კი. ანუ იმ ჰეროდეს შვილი არის ეს ჰეროდე. ის სხვა ჰეროდე იყო, ეს სხვა. ანუ ის мама ჰეროდე იყო, რომელსაც 4 შვილი ყავდა. და ემათმა დაინაწილეს მე მთელი იუდეა. ის სხვა ჰეროდე ეს ხო. ეს პერიოდი როცა არჩას მინდა წერილში შეიძლება კარგი საქართველოში იყო კონკრეტულად უცხოთა შემოვიდა როგორც მიდამიდა შემოვიდა შემდეგ მის გზას დაადგა ეს ჩვენი დიდი სურვილია რომ ასე იყოს თუ და მე უფრო ესე მგონია მაია რომ ეს ჩვენი დიდი სურვილიდან გამომდინარეა თუმცა ეხლა რა თქმა უნდა გამორიცხული არაფერი არ არის მაგრამ აიყურეთ რა შეესაქმე ეხლა ეს ჩვენ ყველამ ჩვენებურად შეგვიძლია ვივარაუდოთ ეხლა ეგრე შეუძლია ვთქვათ ფრანგმა ივარაუდოს რომ აი იმ პერიოდში საფრანგეთში იყო ჩასული და ვთქვათ იმ პარიზში დააბიჯებმა ვთქვათ იტალიელმა ივარაუდოს რომ რომში იყო მისული ეგვიპტელმა ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ეს ისე ღიად არის დატოვილი ეს საკითხი და რატომ იცით რომ აი თავარი რა არის რომ ეს არ არის არსებითი აი ეს არ არის არსებითი ხალხო იყო შემოსული თუ არ იყო საქართველოს იმ პერიოდში სად იყო ტიბეტში იყო მცხეთაში იყო სადღაც იყო არა აქვს მნიშვნელობა არავითარი რა თავი სხვა რაღაცაა რომ აი ამას ჩვენთვის აი სად იყო არანაირი მაცხოვნებელი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის და იმას უკვე რაც შემდგომ ნათლისღებისა იქადაგა თვითოულ სიტყვას მაცხოვნებელი მნიშვნელობა აქვს და აი ამიტომ უბრალოდ არ არის სწორი ეს რა არის იცით უბრალოდ აი ხა თქვენ თვითონ დაფიქრდით ეს რომ საჭირო ყოფილიყო და აუცილებელი ყოფილიყო ეხა დაეზარებოდა מחარებელს და არ დაწერდა მათ ხომ იცოდნენ ეს მით უმეტეს სულიწმიდის ნიჩის დაწერეს ხო სულიწმიდისაგან გაბრძნობილებმა დაწერეს მაგრამ რა კი არ დაწერეს სწორედ იმიტომ რომ არ ყოფილიყო მოცულობი დიდი და ვთქვათ რაღაცა ბევრი ისეთი რაღაცა თხრობა რომელიც ადამიანისთვის იქნებოდა დამღლელი და არ იქნებოდა შიგნით მაცხოვნებელი ჭეშმარიტება ამიტომაც არის რომ სახარება მაქსიმალურად კომპაქტურია და შეიცავს მხოლოდ მაცხოვნებელს თითოეულ სიტყვას ანუ თითოეული სიტყვა რაც წერია უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სულის გადარჩენისათვის და ცხოვრებისათვის და აი ეს თხრობა ვთქვათ იქნებოდა უკვე ზედმეტი და ამიტომაც არის რომ გამოტოვებულია ეს ყველაფერი რა და ლაპარაკია უკვე სწორედ იმ პერიოდზე, როდესაც აქტიურად იწყებს მოღვაწეობას უფალი. ასე რომ აი, უბრალოდ თქვენც მინდა გითხრათ, რომ აი, ნუ ეცდებით, რომ აი რაღაცა დახურულ კარს მიღმა გაიჭყიდოთ და გაიხედოთ. აი, დამიჯერეთ, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რა, ეხა იყო საქართველოში საქართველო ისედაც უფლის წილხვედრია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ჩვენ ისედაც გვაქვს ჩვენი წილი სიკადული. აგერ უფლის კვართი არის ჩვენთან დაბრძანებული. და ეხლა ამაზე მეტი გადმოცემა და ის რა გვინდა ეხლა მით უმეტეს რომ ეხლა მე მართლა არ გამიგია მაი ეგ რაც შენ შეიძლება არსებობს ესეთი მოსაზრება ხო და არა მე ადვილად შემილია ძალიან წარმოვიდგინო ეხლა ეგ მოსაზრება იმიტომ რომ ზოგადად ვახასიათებს ეხლა ქართველებს ესეთი ისეთი მაგრამ მით უმეტეს რომ ეხლა ისეთი რაღაცაა ეგ რომ ვერ დაამტკიცებ რა ვერც იმას დაამტკიცებ რომ იყო ვერც იმას დაამტკიცებ რომ არ იყო აი სწორედ მაგას მიაბავდნენ, აი მაგის თქმა მინდოდა ეხლა მე, იმიტომ რომ ეხლა ეგ გასაგებია ჩვენი ძეგლია მე საუკუნის და ეხლა იქ წერია ეს ყველაფერი და აი სწორედ მაგაზე დაყრდნობით მიაბავდნენ მე მაგას რა, მაგ მოსაზრებასაც. იმიტომ რომ მაგას ეს რაღაც ბაზად გამოიყენეს და მაგას მიაბეს მე ისიც რომ აი ესე იქნებოდა და იქ ჩამოვიდოდა და დამიჯერეთ რომ არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უფალი სულიერად ჩამოვიდა საქართველოში და აქ არის. მისი კვართი არის ჩამომბრძანებული. და მცხეთას თქვენ იცით რომ საეკლესიო კრებაზე უწოდეს მეორე იერუსალიმი. ის მართლა იერუსალიმია, სულიერი გაგება, ყველანაირად. და ყველაფერი არის მცხეთაში. აბსოლუტურად. ვინც იცის ეხა ეს ყველაფერი დაგათვალიერეთ ხო ჩემ.
Შეიძლება ვფიქრო. რა თქმა უნდა, ჩემო კაცო. შენ გეტყვი, ხა შენ ისეთი რთული საუთვის მეტყობილ თემა გაინტერესებს. ეგ იცი როგორ არის? შენ გონია რომ უფალი რო იშვა, ის მაგო ვერ გაიგო რომ უფალი იშვა? გაიგო, მაგრამ დაფარული. ხო, და რას ნიშნავს? აი შენ როგორ გესმის რომ დაფარული იყო რას ნიშნავს? თუ გაიგო რას ნიშნავს რომ დაფარული? დაფარული იცი რა გაგებიდი იყო? იფარავდა უფალი იმ ყრმას, იმ ჩვილს. თორე განაეშმაკმა არ იცოდა ვინც იშვა. უბრალოდ კიდე ერთ მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვი. ეშმაკი ბოლო მომენტამდე ვერ გებულობდა, გესმის? აი, როგორც ეხა მე ვამბობ, რომ ეხა ჩემს ამპატავმა ბუნებაში ვერ ეტევა მეთქი ეს ამხელა საიდუმლოდ ხო? ეხა ნუ მე კიდე ასე თუ ისე რაღაცა ნაშველი მაქვს, ხო და რაღაცა ღვთის გზაზე ვდგავარ. რაც უფრო ამპატავანია ადამიანი ჩემო კაკო. მით უფრო ვერ გებულობს მაგ საიდუმლოს, გესმის? მისთვის გაუგებარია ღმერთი, განკაცებული, მით უმეტეს ჯვარცმული, მკვდარი, ვერ გაიგებს ვერასოდეს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თამდაბალ შეუძლია გაიგოს და მოსიყვარულე შეუძლია გაიგოს. ამიტომაც არის რომ ეშმაკი აი მივალ ჩვენ მე შემდეგ სამშაბათს უბრალოდ ამაზე ვისაუბრეთ რომ გამოცდის რა, მიდის, იერიში მიაქვს, ჩვეულებრივი ადამიანი გონია. ესე იგი კი იცის, თეორიულად იცის, რომ რაღაცა ეს არ არის ჩვეული, იმიტომ რომ გახსოვს მე იქაც რო ეუბნებიან, რომ რისთვის მოხვედი დროზე ადრე ჩვენს დასაჯელად და დასატანჯათო იქ გადარინელებსო განკურნავს, ეშმაკი პირველ ლაპარაკებია. რა გინდა ჩვენგან იესო, ძეო ღვთისაო, ჩვენივრად იციან ვინც არის. მაგრამ ხო გეუბნები, ეს იციან აქ. და აქ ვერ ხვდებიან რა, აი ვერაფრით, აი რუსები რო იტყვიან რა, გალავე ნიუკლადოა ეცაო რა. აი ვერ ხვდებიან ვერაფრით რა, ვერ იაზრებენ როგორ კაცო ღმერთი და განკაცდა ადამიანივით მოვიდა და თავს იმდაბგებს და ვერ იაზრებს. იმიტომაც იყო რომ სიკვდილამდე და ჯვარზე როა უკვე დაკიდებული უფალი და რომ უნდა იქაც კი შეტევები მიაქვს. იქაც კი ცდილობს რომ აცდუნოს. იქაც კი ცდილობს რომ შური აძიებინოს თავის ჯვარცმელებს. მაგრამ არ გამოუვა არაფერი და აი ამიტომ აი ამას ნიშნავს ჩემო კაკო აი ეს დაფარულობა იმას კი არ ნიშნავს რომ დაფარული იყო თქვათ რომ აი ვერ გაეგო. დაფარული იყო ღვთისაგან ღმერთი იფარავდა იმ ყრმას და იმ ჩვილს. ისევე როგორც დაიფარა ჰეროდეს რისხვისაგან და ანგელოზისაგან ეუწყა იოსებს რომ წაიყვანეო. იმ გზაშიც იფარავდა. იქიდან რომ მოდიოდნენ მაშინაც იფარავდა. ესმის? იმიტომ რომ ემას შეეძლო გაენადგურებინა, აგე 14000 ჩვილი მოწყვიტა იმის გამო. ხო და ამიტომ დაცული იყო და დაფარული და ის ჰეროდე ვინ იყო რა? ეშმაკისაგან არ იყო აღძრული? ჰეროდე რა, ჩვეულებრივ ადამიანურად კი არ მოქმედებდა. სწორედ ეშმაკის შურის ძიება იყო ის ყველაფერი რა. ვიზუალურად ჩემო კაკო. დიახ, ეს უგეუბნებიან მაგით. კი, როგორ არის? ხმამაღლა რომ ყველამ გაიგოს. კურები ხო? ანუ შენ თვითონ მან შენ გულისხმობ მონათულის ფორმას, რო თქვა კურებას თუ თქვა ასაკობრივ განსხვავებას გულისხმობ, აი რომელი გაინტერესებს? ორივეს გიპასუხებ, აი რომელი გაინტერესებს, მოინტერესებს. ანუ რომელი არა, მე მგონი ორივე სწორია, სწორი ორივეა, მაგრამ აი შენ რა გაინტერესებს მე აი მე მაინტერესებს ორივე სწორია თუ არა? ორივე სწორია. ორივე სწორია. ანუ კურებით ნათლისღებაც მისაღებია ოღონდ გამონაკლის შემთხვევებში, არ უნდა იყოს ეს თქვა ტრადიცია, ანუ რომ სადაც არის საშუალება ყოველთვის უმჯობესია და საეკლესიო კრებებიც ამას განაჩინებენ, რომ სრული შტაფით მოხდეს ნათლისღება ადამიანისა, თუმცა კურებითაც მისაღებია როგორც გამონაკლისი და ის კი არა და ესეთი წესიც კი არსებობს, რომ ადამიანი მომაკვდავია და მონათლული არ არის, ჩვეულებრივი წყლით შეუძლია ერისკაც, ქალსაც კი ნათლისღების ფორმულა წარმოთქვას და მონათლულს ღვთის წინაშე თუ ის ადამიანი აღესრულა, როგორც მონათლული ისე წავა.
ანუ ეს რაც შეიძლება თქვა აი ამ ფორმას მონათვლისა. თუმცა თქვა დღესაც არის ახლა ემბაზები, დიდი ემბაზები ზოგ ეკლესიაში, სადაც ჩვეულებრივი დასრული ადამიანის ბოლომდე შტაფლით ინათლება. ახლა ასაკსაც შეიძლება, ხო, თქვა აი როდის უფრო სწორია მონათლა, თქვა ბავშვობაში თუ ასაკში, ხო? ესეც თუ გაინტერესებს, ამასაც გიპასუხებ. ახლა ადამიანისთვის თვითონ ჯობია მოციქულ ასაკში მონათლა, იმიტომ რომ როცა ბოლომდე იაზრებს და კარგია თუ კი თქვა ის გადის აი კატეხიზაციას, მომზადებას ამისათვის, რომ აი შემზადებული მოინათლოს, მაგრამ რატომ დადგინდა ჩვილობაში მონათლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო და ხშირი იყო შემთხვევები მცირეწლოვანთა გარდაცვალების. და ამიტომ ახლა იმის გამო რომ არ წასულიყო ადამიანი მოუნათლავი ამ ქვეყნიდან, ამიტომ დადგინდა პირველივე საუკუნეში ჩვილთა ნათლობა რა. და აქედან დაწესდა მეორე მიმრქმელის ინსტიტუტი, აი ჩვენ როგორც ნათლიას ვეძახით შეცდომით. ანუ ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჩახუტებული მირქმული ყავდა ბავშვი და მის მაგივრად, ბავშვის მაგივრად დებდა აღთქმას ქვის წინაშე, რომ განაშორებოდა ეშმაკისაგან და შეუდგებოდა ქრისტეს. კიდე აინტერესებს უმის რამე? ვარა მაშინ დავასვა. ხო, კიდე. აი ეს ჩამოდის. იონიათის სცენარი რატო არ მოგდა შვილებში საინტერესო შეკითხვაა და არ ვიცი ხოლმე მაგის პასუხი. როგორც ჩანს ეგეც რაღაცა უფალმა დაფარა რა, არ ვიცი. თუ ვინმე ვიცი სიამოვნებით მოვისმენ. გაიგეთ შეკითხვა? ხო, აი ნუ ალბათ როგორც ჩანს ერთ-ერთი ვერსია ეს არის რა, რომ რაღაცა კლდემ დაიფარაო იონი ნათლისმცემელიო რა. ანუ ეხა აი მართლა რაც დასვა კეთებავნა. მე არ ვიცოდი. ხა არ მიფიქრია ამაზე არასოდეს. ანუ შეკითხვა დასვა ესეთი რომ აი რატომ არ მოყვა როგორ გადარჩაო იონე ნათლისმცემელიო იმ ყმებიდანო რომლებიც ჰეროდემ გაწყვიტაო რა იმიტომ რომ ისიც იმასაკის იყო რა ეხლა თქვა უფალი ანგელოზმა გაარიდა ხო და აი ნათიამ გითხრა მე რომ ერთ-ერთი ვერსია ყოფილა ესეთი რომ კლდემ დაიფარაო რა ბატონო აი ეს ის შენი მათზე იძახი ვინც გაიყვანა ხო? ხო ესეც არავინ არ იცი ჩემო გაგო ესეც შეგვიძლია ვივარაუდოთ შეიძლება ესეც ყოფილიყო რა ხო მაგრამ ამას ახლა ესე მტკიცებით ვერ ვიტყვით ყოველ შემთხვევაში ერთი ფაქტია რომ ისინი ვინც გაიყვანა პირველი მოწამეები არიან ღვთის წინაშე რომელსაც პირველებმა დადეს საკუთარი სიცოცხლე და გაიღეს და მსხვერპლად შეეწირნენ ჯერ კიდევ ჩვილმაცხოვარს არც არაფრისთვის უფალს არ ჭირდებოდა უბრალოდ ეს ქვეყანაა ესეთი ჩემო გაგო და რომ ჭეშმარიტება და სიმართლე ყოველთვის დასჯილია და ყოველთვის არის განადგურებული და დამცირებული მოკლული და ხო ეს არავის არ ჭირდება და ქრისტეს იქვე ჭირდება როგორ ვერაიტან ადამიანმა ბოროტება განაცო მადლობა აი არის სოლობია